პროგრამის სტუმარი არის ბატონი შალვა ლომიძე, რომელსაც მივესალმები, ჯეოქეისის მრჩეველი, დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, მადლობა რომ აქ ხართ და თქვენ სანამ მოხვიდოდით ეთერში, ახალი ამბავი დაგვეწია, გულისხმობ აი ამ ახალ ცვლილებას, ვაჟა სირაძე, რომელიცაც პრინციპში ამაზე იყო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში საუბარი, რომ ის ტოვებდა თავის პოზიციას. მე მინდა რომ პირდაპირ შეფასება გკითხოთ აი ამ ტიპის ცვლილების, რა შეიძლება უკავშირდებოდეს აი ეს ცვლილება. საღამომშვიდობისა, მოგესალმებით თქვენს მაყურებელს, ზოგადად შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ისეთი უწყება, სადაც მსგავსი ტიპის გადანაცვლებები, ცვლილებები გულისხმობ ბატონ ვახტანგ გომელაურის წასვლას დაკავებული თანამდებობიდან აუცილებლად იწვევს საკადრო ცვლილებებს შიგნით სამინისტროში. ვაჟა სირაძეს გადადგომა ალბათ არ იქნება პირველი შემთხვევა, ამას აუცილებლად მოჰყვება სხვა ცვლილებები, სხვა დეპარტამენტებში. შინაგან საქმეთა სამინისტროში არის უამრავი ძალიან მნიშვნელოვანი დეპარტამენტი, რომელსაც დღეის მდგომარეობით ხელმძღვანელობენ გომელაურის გუნდის წევრები და დიდი ალბათობით ამ ახალი მინისტრი შეცვლის აუცილებლად ამ თანამდებობის პირებს, ან შეუცვლის მათ მუშაობის პროფილს და ჩვენ ალბათ ახლო მომავალში ვიხილავთ ცვლილებებს როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონალური მასშტაბით სხვადასხვა რეგიონებში, სხვადასხვა პროფილის დეპარტამენტებში. ეს ამას იწვევს უნდობლობა ახალი კადრების მიმართ თუ ზოგადად ახალი მინისტრი ყოველთვის ცდილობს, რომ მის გუნდში, ასე თქვათ, საკვანძო პოზიციებზე იყოს დასაქმებული ის ხალხი, რომელთა მიმართაც მას პირადად გააჩნია ან ცნობადობა, ან პირადი ურთიერთობა, ან დარწმუნებულია მათ პროფესიონალიზმში. ხო, მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, სირაძე არის სანქცირებული და მათ შორის ჩვენ პრინციპში დავინახეთ, რომ არის თუ არა ეს მნიშვნელოვნად ხაზგასასმელი, რომ ძირითადად სანქცირებული მაღალჩინოსნები ტოვებენ. ეს ტენდენცია იკვეთება ბოლო პერიოდში, სანქცირებული პირები ტოვებენ განსაკუთრებულ ძალოვან ორგანიზაციებში, ძალოვან უწყებებში თანამდებობებს. ეს შეიძლება ვიფიქროთ ერთი იმით, რომ ხდება შეიძლება გამოწვეული იყოს იმ გარემოებით, რომ ხდება სანქცირებული პირების გაწევა, ასე თქვათ, საზოგადოებრივი თვალსაჩინოებიდან და საკვანძო თანამდებობებიდან და ახალ თანამდებობებზე მოვლენის ხალხი და პარალელურად ახალ თანამდებობებზე მოდის ის ხალხი, რომლებიც ახალი მინისტრის დაქვემდებარებით განახორციელებენ ახალ ნაბიჯებს და ახალ მოქმედებებს, შეიტანენ გარკვეული ტიპის ცვლილებებს და სარგებლობენ პერსონალურად მისი ნდობით ან ახალი პოლიტიკური გუნდის ნდობით. სანქცირებული პირების გაწევა შეიძლება რა ტიპის სიგნალი შეიძლება იყოს სხვა სანქცირებული მაღალჩინოსნებისთვის, რომელიც არიან ჯერ კიდევ სისტემაში? ალბათ დაფიქრდებიან ერთი ეს, ასევე ახალ თანამდებობებზე დანიშნული პირებისთვისაც ალბათ იქნება სიგნალი, რომ შესაძლოა გარკვეული ტიპის მოქმედებების შემთხვევაში მათ მიმართაც გაჩნდეს მსგავსი პირდაპირ ან ირიბი ტიპის სანქციები და შესაბამისად საქმიანობის განხორციელების დროს უნდა იხელმძღვანელონ თავიანთი წინამორბედების გამოცდილებით და ზოგადად იმ გამოცდილებით, რაც რეალურად დღეს არსებობს ქართულ რეალობაში, განსაკუთრებულ ძალოვან ბლოკებში. კი ბატონო, ასევე ბაჩიაშვილის თემაზე მინდა რომ ძალიან მაინტერესებს თქვენი შეფასება. დღეს პრინციპში პირდაპირ მოვისმინეთ მისგან, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სუსის უფროსი, სამსახურის უფროსი მონაწილეობდა მისი თბილისში ჩამოყვანის ოპერაციაში, რომელსაც ის სპეცოპერაციას და გატაცებას უწოდებს და ის იმყოფებოდა ბორცვზე. რა ტიპის ბრალდება არის ეს და აქვე კიდევ კითხავთ, რომ აქ მნიშვნელოვანია ასევე ინტერესთა კონფლიქტი, ხო? ანუ სუსმა უნდა გამოიძიოს პრაქტიკულად საქმე, სადაც ოხანაშვილი ფიგურირებს. ხო, დავიწყებ მეორე კითხვიდან კი ბატონო. თუ მივყვებით იმ ლოგიკას, რასაც დაკავებული ბაჩიაშვილი აცხადებს, საპირისპირო განცხადება ან კომენტარი ჩვენ ჯერ არ მოგვისმენია. თუ სუსი იღებდა მონაწილეობას ბაჩიაშვილის დაკავებაში და ეხლა სუსი იძიებს იმ საქმეს, რომელშიც თვითონ იღებდა მონაწილეობაში, გარკვეული ტიპის სამართლებრივი, ასე ვთქვათ, შეუთავსებლობა არსებობს. რაც შეეხება კითხვის პირველ ნაწილს, ოხანაშვილი იღებდა თუ არა მონაწილეობას, არ ვიცი, მე სიმართლე გითხრათ, ჩემი პირადი გამოცდილებას გაგიზიარებთ, ზოგადად რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომ სამსახურის ხელმძღვანელი იღებდეს გარკვეული ტიპის ოპერაციებში მონაწილეობას, ამ მხრივ არ არსებობს, ეს მის ნებაზეა დამოკიდებული. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ზოგადად ეს ოპერაცია იყო ძალიან მაღალი მნიშვნელობის,
იყო ალბათ არსებობდა საჭიროება, რომ ინფორმაციის გაცვლა პოლიტიკურ ხელმძღვანელობასა და ღონისძიების განმახორციელებელ დანაყოფ შორის ყოფილიყო უფრო ეფექტიანი და ასე თქვათ დროში შეზღუდული. ასევე თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ოხანაშვილი ამ სისტემაში არის ახალი კადრი და მას სჭირდება დამკვიდრება როგორც შიგნით სამსახურში, ასევე პოლიტიკურ გუნდში, ახალ პლატფორმაზე, ახალ მოცემულობაში, ახალ რეალობაში საკუთარი პერსონალური დამკვიდრება არ გამოვრიცხავთ იმ ვაჟს. ივანიშვილის გულისხმობს თუ არა, რომ ივანიშვილის ახალ პოლიტიკურ გუნდში ერთგულების იმიტომ რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის საკმაოდ რთული ორგანიზაცია და იგი ძირითადად დაკომპლექტებული არის სხვადასხვა პროფილის მაღალი დონის სპეციალისტებით. ამ გუნდში სწორი ინტეგრაცია, სწორი ჩართვა დიდწილად სამომავლოდ განსაზღვრავს ოხანაშვილის ასე ვთქვათ პროდუქტიულობას, მის შედეგიანობას ამ სამსახურში საქმიანობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ალბათ მან ხელიდან არ გაუშვა ეს შესაძლებლობა, ან არსებობდა ასეთი პირდაპირ მითითება, რომ უშუალოდ ყოფილიყო ამ პროცესში ჩართული. ზოგადად, ასე ვთქვათ, რატომ უნდა ყოფილიყო ჩართული ოხანაშვილი ამ ღონისძიებაში? პირადად მე ვფიქრობ, რომ ალბათ არ უნდა ყოფილიყო, სრულიად საკმარისი იქნებოდა თუ ეს ღონისძიება ზუსტად იმ განვითარებით განვითარდა, რასაც დაკავებული აცხადებს, სრულიად საკმარისი იქნებოდა, რომ ვინმე შესაბამისი კომპეტენციის მისი ერთ-ერთი მოადგილე ან დეპარტამენტის დირექტორი ყოფილიყო ამ პროცესში ჩართული, მაგრამ ალბათ ეს იყო კარგი შესაძლებლობა იმისათვის, რაც ცოტა ხნის წინ ჩამოთვალე, რომ დაემტკიცებია, თქვათ, მისი შესაძლებლობები სწორი ნაბიჯებით შესულიყო ახალ გუნდში, ახალ სისტემაში. და ალბათ მას წინ მოუწევს კიდევ მრავალი ოპერაციის ხელმძღვანელობა და პასუხისმგებლობის აღება და ეს აქ ორი დეტალი ჩდება. კი ბატონო, ტექნიკურად ხო, მაგრამ აქ ჩვენ საუბრობთ სამართლებრივად, რამდენად სწორი იყო, ვის უმტკიცებს ერთი ეს არის მნიშვნელოვანი, ალბათ რაც ყველაფერს განსაზღვრავს. ალბათ იმ ხალხს, ვინც განსაზღვრა მისი ამ თანამდებობაზე განიცდებს ოხანაშვილი, არ ვიცი, თავის არ ვიცი, ერთგულებას თუ პროფესიონალის თუ თვითდამკვიდრებას, ერთი, იმიტომ რომ აქ საუბარია, რომ ივანიშვილის ბაჩიაშვილი მიიჩნევს, რომ ის არის ივანიშვილის პირადი, არ ვიცი, პატიმარი. მეორე არის ფორმა, რა ფორმითაც ჩასვეს ბაჩიაშვილი ამ თვითფრინავში, თვალებ ახვეული, რასაც ისყვება, ჩვენ მასზე მეტია ვერ გვეცოდინება, ბუნებრივია, რასაც ისყვება, ეს იყო გატაცება პრაქტიკულად, ის ამბობს, რომ დაირღვა ყოველ და მისი ადვოკატები მიმართავენ სტრასბურგის სასამართლოს და ამბობენ, რომ დაირღვა სამართლებრივი ყველა ნორმა. შესაძლოა სამართლებრივად რა ნორმები დაერღვა, ალბათ მისი ადვოკატები და სხვა. კი ბატონო. დამცველები უფრო ჩვეულებრივი გადაყვანა რო ყოფილიყო, ცხადია, შეიძლებოდა რა ვიცი, ყოფილიყო. ზოგადად ჩემი სუბიექტური აზრია, ნაკლებად დასაშვებად მიმაჩნია ის გარემოება, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა არაბთა გაერთიანებულ საიმიროების შესაბამის უწყებებთან კოორდინაციის გარეშე, ან პოლიტიკურ გუნდთან, ან სპეცსამსახურების გუნდთან კოორდინაციის გარეშე შეძლებს კონკრეტულ თარიღში, კონკრეტულ ადგილზე ადამიანთან, თქვათ ასე, ადამიანის დაკავება, მისი რამოდენიმე დღით საუბარია 2 დღეზე, როგორც მივხვდი, იზოლირება, შემდგომში აეროპორტში მისი შეყვანა და იქ ჩამოსულ თვითფრინავში ამის ბორტზე აყვანა და შემდგომში თბილისში ტრანსპორტირება. პროფესიულად შემიძლია დავუშვარ ის ვარიანტი და ვფიქრობ, რომ ალბათ ეს ასეც იყო, რომ საკითხი იყო შეთანხმებული ადგილსამყოფელი ქვეყნის პოლიტიკური ისტაბლიშმენტთან, ან სპეცსამსახურებთან და ან უშუალოდ სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ ადგილობრივი სპეცსამსახურები, ან მათი კოორდინაციის და მათი მეთვალყურების ქვეშ განხორციელდა ის პროცესი, რა პროცესსაც ყვება დაკავებული, თუ ეს მართლაც ასე იყო. ჩვენ საწინააღმდეგო არგუმენტი არ მოგვისმენია. საინტერესო აგრეთვე ის, რომ ამ ამბავთან დაკავშირებით ჩვენ არ გვსმენია არაბთა გაერთიანებული საიმიროების რაიმე ოფიციალური განცხადება. თუ მივყვებით იმ ვერსიას, რასაც ბაჩიაშვილი საუბრობს, მაშინ გამოდის, რომ საქართველოს სპეციალური სამსახურები შეიჭრნენ, ასე ვთქვათ, უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, ჩაატარეს იქ სპეციალური ოპერაცია, გაიტაცეს ადამიანი ან დააკავეს ადამიანი და შემდგომში თვითფრინავით გადმოიყვანეს და მოახდინეს მისი ტრანსპორტირება თბილისის მიმართ. მე ვფიქრობ, რომ ალბათ ის ვერსია უფრო ასე ვთქვათ, დასაშვებია, რომ ეს საკითხი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ოპერაციის ამ ფორმით ჩატარება თანხმდებოდა არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან და შემდგომში იგი განხორციელდა. ვინ ათანხმებდა ამ საკითხს? ეს არის ასე ვთქვათ, მედლის მეორე მხარე, ეს შეიძლება ყოფილიყო დიპლომატიური არხებით მიღწეული შეთანხმება, შეიძლება ყოფილიყო სპეცსამსახურების დონეზე და მათი თანამშრომლობით მიღწეული შეთანხმება.
სამთავრობო გუნდში სხვადასხვა გავლენებისა და კონტაქტების მქონე პირების მიერ მიღწეული შეთანხმება, ასევე ბიზნეს ან სხვა ჯგუფების ჩართულობით მიღწეული შეთანხმება, ასევე არ გამოირიცხება, რომ გარკვეულწილად ორივე ქვეყანას შორის შუამავლის როლს შესაძლოა ასრულებდა რომელიმე სხვა მესამე ქვეყანაც. ყველაფერი დასაშვებია, მთავარი არის მე მესმის ზოგადად როგორც სპეცსამსახურების ყოფილ ოფიცერს, ოდესაც არსებობს კონკრეტული ამოცანა, რომელიც არის მაღალი ინტერესის ამოცანა, მაშინ სპეცსამსახური ვალდებულია ყველა ძალა და საშუალება და ყველა რესურსი გამოიყენოს იმ ამოცანის გადასაწყობად, შესაბამისად მივიღეთ ის, რასაც ყובה დაკავებული. საწინააღმდეგო არგუმენტს რომ მოვისმენთ, მე ალბათ უფრო მეტის თქმის შესაძლებლობა. უარყოფს ერთადერთი რაც ვიცით, ოხანაშვილი უარყოფს მისი ბორცზე ყოფნას. ეს არის რაც ამ ეტაპზე ჯერჯერობით ვიცით და ასევე საინტერესო იყო სხვათა შორის მესამე ქვეყანა ახსენეთ თქვენ, მაგრამ აღარ მინდა ხა კონსპირაციებში შევიდეთ, თუმცა არის საინტერესო აი ეს ასევე რასაც თქვენ ამბობთ ნამდვილად ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ეს მესამე რა ქვეყანა შეიძლებოდა ყოფილიყო ეს მესამე ქვეყანა როდესაც ყოფილიყო ძნელი სათქმელი იზოლირებულ სრულიად საქართველოზე ამას რა მაყურებელს დაუტოვოთ ინტერპრეტირების შესაძლებლობა აქვე კითხავთ მე დღეს რაც მოხდა მათ შორის რაღაცნაირად მინდა რომ ასევე მე მინდა თქვენთან ვისაუბრო ასევე სუსის და დაზვერვის სამსახურის შეერთებაზე, მაგრამ დღეს კიდევ ერთი მთავარი ამბავი იყო დღეს ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერის მეუღლეს სრულიად უცნაური ვიდეო ვნახეთ, რაც არ უნდა, არ ვიცი, შევიდეთ აქ, დავიჯეროთ, არ დავიჯეროთ, ეს ვიდეო იყო ნამდვილად უცნაური 8 წლის შემდეგ ჩაწერილი და შემდეგ უკვე მოვისმინეთ, რომ ის იყო გატაცებული და ის ხელებს შეკრული, თვალებ ახვეული, 5 ადამიანი იღებდა მონაწილეობას მისი თქმით ამ ოპერაციაში, გადაიყვანეს რაღაც შენობაში, შემდეგ ვნახეთ ვიდეო როგორც ჩაიწერა ეს ვიდეო ჩანაწერი და დააბრუნეს შემდეგ სახლში და კადიროვშინა იყო ის ყველაზე ხშირად ნათქვამი ფრაზა რომელიც დღეს მოვისმინეთ და მართლაც შეუძლებელია რომ ვერ ნახო ანალოგიები აი 3 ივნისს გატაცებული ბლოგერის თუნდაც როგორ გაიტაცეს და 2 დღეში მართლაც როგორ ჩაწერა ეს ვიდეო თქვენი შეფასება მინდა მოვისმინო არის თუ არა ეს ძალიან მძიმე რაზეც ჩვენ საუბრობთ და რაზე მეტყველებს რაზე მიუთითებს ეს და ნიშნავს თუ არა ეს რომ რაღაც ახალ, არ ვიცი, ახალ კატეგორიას იძენს ის ყველაფერი, რაც ხდება თუნდაც 26 ოქტომბრის შემდეგ. შემზარავი ფაქტია და ვიტყოდი მხოლოდ ერთს, რომ პირველ რიგში ალბათ სახელმწიფოა ყველაზე მეტად დაინტერესებული, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში გადადგას ის სამართლებრივი ნაბიჯები, რაც მეც სიცხადე შეიტანს ამ საკითხში. ვფიქრობ, ამის რესურსი და ინტერესი მას პირველ რიგში სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს. და ალბათ საზოგადოებას უახლოეს საათებში, უახლოეს დღეებში უფრო მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს იმასთან დაკავშირებით, რა ტიპის სამართლებრივი მოქმედებები განახორციელა სახელმწიფომ, რათა მსგავსი ტიპის ფაქტებზე კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით მეტი სიცხადე შეიტანონ. თვითონ ფაქტი არის მართლაც წარმოუდგენელი საქართველოში, დედაქალაქში ასეთი სიტუაციის და ასეთი მძიმე დანაშაულის განხორციელება არის ყოველად მივიღებული ადამიანურად და სხვა კონტექსტში აღარ შევალ უკვე და ასე თქვა სხვა ტიპის შეფასებებში ვერ წავალ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, შეთქმულების თეორიებში რო არ წავიდეთ, ერთადერთი მექანიზმი, რაც შეუძლია გააკეთოს სახელმწიფომ, რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა დადოს კონკრეტული ინფორმაცია თუ რას ვითარებაში, რა სიტუაციაში გონდა, რა სიტუაციასთან გვაქვს საქმე და შეიტანოს მეტი სიცხადე. პირველ რიგში მის ინტერესებში შედის ეს ყველაფერი. სახელმწიფოს აი წეს თუ არა კითხვის ნიშნებს რომ მაგალითად ამ დრომდე არ არის კამერები ამოღებული ამ დრომდე გამოძიება არ დაინტერესებულა ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვერ ვხედავთ საგამოძიებო მოქმედებებს რომელიც უნდა ყოფილიყო ამ ფაქტის შემდეგ თუნდაც მაგალითად მათივე ინტერესი არის ხო რომ გამოძიებულიყო სწრაფად ვინმე 5 სახელმწიფოსგან სრულიად განყენებული ხულიგანის მოქმედება, ხო? ოპერატიულ სამძებრო მოქმედებები რაც შეიძლება მალე უნდა დაწყებულიყო და დიახ, სრულიად შესაძლებელია ეს მოქმედებები დღესვე განხორციელებულიყო და ეხლა შეიძლება უნდა მიმდინარეობდეს. რატომ არ მიმდინარეობს? არ ვიცით, შეიძლება მიმდინარეობს რაღაცა მოქმედებები, ჯერ არ გვაქვს ამაზე ინფორმაცია, ამიტომაც ვამბობ
უახლოეს საათებში და მაქსიმუმ ხვალ უნდა უფრო მეტი სიცხადე გაჩნდეს ამ საკითხთან დაკავშირებით და საზოგადოება იყოს მაქსიმალურად ინფორმირებული ამ საკითხში გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. აუცილებლად მინდა გკითხოთ თქვენი მოსაზრება განსაკუთრებით საინტერესოა ცხადია მაყურებლისთვის დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეერთების შესახებ უკვე არათუ მითქმა მოთქმა მოდის ჩვენ უკვე პროცესი დავინახეთ და თქვენი შეფასება მინდა მოვისმინო როგორ უყურებთ თქვენ ამ შეერთების საკითხს რას დააზიანებს მე ვიცი თქვენი მოსაზრება რომ თქვენ არ თქვენ ნეგატიურად აფასებთ ამ პროცესს და პირდაპირ კითხავთ რისთვის არის ეს საზიანო და რას გააფუჭებს ყველაზე მეტად და შეცვლის თუ არა არ ვიცი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემას. პირველ რიგში სრულიად მიუღებელი ფაქტია მე როგორც მაქვს ინფორმაცია ალბათ უახლოეს თვეებში მაქსიმუმ ივლისის თვეში ეს პროცესი სამართლებრივად დასრულდება და აგვისტოს თვეში მივიღებთ ახალ სტრუქტურას, რომელსაც ეწოდება ეროვნული დაზვერვის სააგენტო, ეს იქნება სააგენტო ინტეგრირებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სამართლებრივად დაექვემდებარება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, ამ შემთხვევაში ოხანაშვილს, მას გაუწყდება წვეთა, ასე ვთქვათ, პრემიერ-მინისტრთან, მოგეხსენება დაზვერვის სამსახური პირდაპირ პრემიერ-მინისტრს ექვემდებარებოდა. ზოგადად სოფლიოში არსებობს პრაქტიკა, როდესაც დაზვერვის სამსახურები ინტეგრირებული არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებში, თუმცა იქ არსებობს როგორც სამართლებრივად, ასევე ტრადიციულად დამკვიდრებული, ასე ვთქვათ, ერთობლიობა, რაც აძლევს დაზვერვის სამსახურს დამოუკიდებლად მოქმედების შესაძლებლობას. რო გამოვიდეთ ქართული რეალობიდან მივიღებთ იმას, რომ იგი ეს ორგანიზაცია გახდება სუსის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ქვეშევრდომი ორგანიზაცია, სუსის შემადგენლობაში დღეს არსებული დიდი ოპერატიული დანაყოფები შთანთქავენ დაზვერვის სამსახურის პოტენციალს, მოხდება დაზვერვის სამსახურის სხვადასხვა საინტერესო შესაძლებლობების ან შეჩერება, ან გაუქმება, საერთოდ შეჩერდება დიდი ალბათობით უკვე შეჩერებულია, მაგრამ ახლო მომავალში ამას ჩვენ ვიგრძნობ და ვიხილავთ დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობა, ვინაიდან დასავლელი პარტნიორები ასეთი ტიპის გაერთიანებას ეწინააღმდეგებიან და ასევე გაიზრდება პოლიტიკური მდგენელი დაზვერვის სამსახურის საქმიანობაში, რაც იქნება კატასტროფა ამ ორგანიზაციისთვის. ვიხილავთ დასავლური ცოდნისა და გამოცდილების მქონე კადრების გადინება სამსახურიდან დროთა განმავლობაში. ეს გამოიწვევს მათ ხელთ არსებული საიდუმლო ინფორმაციების შესაძლო გადინების რისკების ზრდას, გაიზრდება მოწყვლადობა ამ ადამიანების მიმართ და შესაბამისად კომპლექსურად შეიქმნება მრავალი პრობლემა. ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი და აუცილებლად, როდესაც ამის დრო დადგება, აუცილებლად უნდა ჩატარდეს ის რეფორმა, რომ ყველა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ცალკე უნდა გამოვიდეს დაზვერვის სამსახური, იგი უნდა ფუნქციონირებდეს ერთხელ და საბოლოოდ როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო სტრუქტურული ერთეული, იყოს ანგარიშგასაწევი სპეციალური საიდუმლო სამსახური ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში, ვინაიდან მას ამის გამოცდილება ჰქონდა, ძალიან დიდი ინვესტიცია ჩაიდო, მათ შორის დასავლელი პარტნიორების მხრიდან, როგორც სტრატეგიული ინვესტიცია, ასევე მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით, ასევე ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, რათა ამ სამსახურს მისცემოდა დამოუკიდებლად ფუნქციონირების, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა. ჩემი სუბიექტური ხედვით ეს ყველაფერი, ეს გაერთიანება ემსახურება გარკვეულწილად დასავლურ სამყაროსთან თანამშრომლობის ფორმატის შესუსტებას და შემცირებას. მოწყვეტას და ეს ჩანს უკვე სანამ სად ჩანს რომ უკვე ალბათ ეს ის იმ ტიპის სამსახურია, სადაც ნდობას აქვს ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა ორი ქვეყნის უსაფრთხოებას შორის. აი ეს ჩანს თუ არა რომ აღარ არის სანდო უკვე ეს გამოჩნდება იმ ნაწილში, რომ ჩვენ გაგვიწყდება ასე ვთქვათ ინფორმაციის ნაკადი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, განსაკუთრებით ევროპელი ორგანიზაციების მხრიდან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ინფორმაციის მხარდაჭერის ნაწილზე მაქვს საუბარი, ვერ გვექნება ასე ვთქვათ იმდენად ზუსტი ინფორმაცია თუ როგორ ხედავენ ისინი კონკრეტულად შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გარემოს, არ გვექნება მათი ჩართულობა მთელ რიგ სენსიტიურ სპეციფიურ საკითხებში, დაწყდება და დასუსტდება ნდობის მომენტი, რაც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და შესაბამისად, ასე ვთქვათ, ეს ძალიან სპეციფიური საკითხების ერთობლიობა საბოლოო ჯამში ჩვენ მოგცემს დასუსტებულ
ნაკლებად ქმედით, ნაკლები ინფორმაციის მქონე სადაზვერვო სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც კიდევ ერთხელ ვიტყვი, აუცილებლად, როდესაც ამის საჭიროება დადგება, კვლავ უნდა გახდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო სტრუქტურული ერთეული და ახალი პოლიტიკური ხელმძღვანელობის, ახალი პოლიტიკური გუნდის ამოცანა უსაფრთხოების სფეროში რეფორმების ჩატარების ნაწილში ერთ-ერთი საკვანძო კომპონენტი სწორედ ეს უნდა იყოს, რომ დაზვერვის სამსახური გახდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო. ხედავთ ამას როგორც ერთიანი პოლიტიკის ნაწილს 28 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ? დიახ, ხედავ. დიახ. ძალიან მძიმეა, რაზეც ჩვენ ახლა ეს პირველ რიგში დაასუსტებს, კიდევ ერთხელ ვამბობ, დასავლურ სადაზვერვო ორგანიზაციებთან ჩვენი სანდო, ეფექტიანი და პრაქტიკული თანამშრომლობის ფორმატებს. საერთო ჯამში ეს დღეს აისახება ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებაზე, პირობითად ხვალ თუ ზეგ, ამას გვიჩვენებს დრო. და კიდევ ბოლო კითხვა, ძალიან ცოტა დრო გვაქვს და ძალიან საინტერესო სტუმარი ხართ და არ მინდა რომ კიდევ ვისარგებლო შემთხვევით მოკლედ რომ მიპასუხოთ. ჩვენ ამას წინათ ვნახეთ მათ შორის რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის განცხადება და პაპუაშვილის განცხადება, რომელიც იყო თანხwebdriverში. იქ თქვა ძალიან ბევრი ვერსია ამასთან დაკავშირებით. დაზვერვის სამსახურის განცხადება. დაზვერვის სამსახურის განცხადება ბოდის დიდი ბრიტანეთთან დაკავშირებით, თორემ თითქოს დიდი ბრიტანეთი აქ გეგმავს ოპოზიციას გაუხსნას მეორე სუნთქვა. და ასევე თანხwebdriverში იყო ეს განცხადებები, რითი აიხსნება ეს თქვენ? ნარიშკინის განცხადებას გულისხმობთ, რომელიც ალბათ 10 დღის წინ დაახლოებით 10 დღის წინ გაჟღერდა. ჩემი სუბიექტური აზრია, ნარიშკინის სამსახურს იმდენად დიდი პრობლემები აქვს თავისი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ნაწილში, მაგ მიმართულებით გადაერთოს ურჩევნია. ვინაიდან ჩვენი უკრაინელი კოლეგები ატარებენ უმაღლესი დონის ოპერაციებს და ვფიქრობ, რომ ეს ნარიშკინისთვის უფრო მეტი თავსატკივარი და საფიქრალი იქნება. სამწუხაროა, რომ გარკვეულწილად საქართველოში არსებული გარკვეული ტიპის განცხადებები ემთხვევა ნარიშკინის განცხადებებს. ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთის დაზვერვის სამსახურის პირდაპირ დაინტერესების სფერო საქართველოს, ასე ვთქვათ, ძირითადად არ ყოფილა. ჩვენი ქვეყნიდან ჩვენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები დაინტერესებული იყო ყოველთვის წლების განმავლობაში FSB-თ წოდებული რუსეთის უსაფრთხოების სამსახური. ეს არის ახალი კომპონენტი. სამწუხაროდ საქართველოში მიმდინარე პროცესებს რუსეთის დაზვერვის სამსახური იყენებს მათი მოწინააღმდეგების დასავლელი პარტნიორების დისკრედიტაციის. ბუნებრივია ნარიშკინის განცხადება არის სრული დეზინფორმაცია, ეს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ჯდება. სამწუხაროა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისმა უწყებებმა არ გააკეთეს განცხადება. ვფიქრობ, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვის ასეთი ბოლოდროინდელი 2 წლიანი აქტიური ჩართულობა ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საკითხებში იმსახურებდა გარკვეული სახელმწიფო უწყებების მხრიდან გარკვეული ტიპის განცხადებას და უფრო მეტ სიცხადეს, როცა საზოგადოებას ცოდნოდა, რომ ასე ვთქვათ, რასთან გვაქვს საქმე. და ეს თანხwebdriver როგორ შეიძლება აიღოს? არ ვიცი, ალბათ ამას დროთა განმავლობაში უფრო კარგად გავიგებთ, რომ საინტერესო არის ის, მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ზოგადად დაზვერვის სამსახური, რუსეთის დაზვერვის სამსახური, რომელიც დღეს ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას, სულთა პროფესიული თვალსაზრისით ვიტყვი, პოულობს დროს, რათა ასეთი ტიპის განცხადებები აკეთოს საქართველოს. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. რეკლამაზე უნდა გავიდეთ, რეკლამის შემდეგ გია ჯაფარიძე იქნება ჩვენი სტუმარი. პოლიტიკოსი და ზურა ჯაფარიძის